მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს გვექნება დაანონსებული ტაროს საჯარო სეანსი ვინ ფიქრობს ახლა თქვენზე. თუ ყავთ თქვენს გარემოცვაში, თქვენს საახლობლოში ისეთი ადამიანი, ვისაც ფიქრობთ თავად თქვენ, ვისი აზრიც, ვისი დღევანდელი დამოკიდებულებები, ემოციები, ფიქრები გაინტერესებთ თქვენთან მიმართებაში, შესაძლებელია ურთიერთობა იყოს დასრულებული, შესაძლებელია იყო გარკვეული გაუგებრობები, წყენა, უთანხმოება წარსულში, რამაც დროებით ან თუნდაც სამუდამოდ დახურა თქვენი აქტიური ურთიერთობა, თქვენი ურთიერთობის აქტიური ფორმატი, მაგრამ მაინც არის გარკვეული მოგონებები, ემოციები დარჩენილი თქვენში ამ ადამიანთან მიმართებაში. შესაძლებელია ეს ადამიანი იყოს თქვენი ახლობელი, თქვენი თუნდაც ოჯახის წევრი, ან თუნდაც ყოფილი პარტნიორი, ვისთანაც თავის დროზე გაკავშირებდათ ემოციები, ემოციური ბმა გქონდათ მასთან ძლიერი, მიჯაჭვულობა, სიყვარული, მეგობრობა, ფორმაც არ დავაკონკრეტებ, უბრალოდ ნახოთ თუ ფიქრობს ეს ადამიანი ისევ თქვენზე და მცირედით, უფრო ფართოდაც, ასე ვთქვათ, შევიხედოთ ამ ადამიანის ცნობიერში, თუ უკვე ცნობიერში და დავინახოთ ასევე ტაროს მეშვეობით, თუ რა ემოციები, რა განცდები ან რა ფიქრები აქვს ამ ადამიანს შემორჩენილი თქვენს მიმართ და როგორია მისი ამჟამინდელი შინაგანი მდგომარეობა თქვენთან მიმართებაში. გაშლა გვექნება სამ ვარიანტად. ნახოთ, რაღაცას ან ვიღაცას ძალიან ეჩქარება. ყუთი გამივარდა, თვითონ ტაროს ყუთი ხელიდან და ნახოთ მართლაც საინტერესო თემაა, ფიქრობ. თქვენ შეგიძლიათ სანამ ტაროს დასტას გავააქტიურებ, მანამდე მოიფიქროთ ვარიანტი, რომელიც მოვაგონებაში ხედვის სახით, ვიზუალურად ან თუნდაც ხმოვანი მესიჯის სახით, ხო გონებაში, ასე ვთქვათ, გაგონილი რიცხვი 1-დან 3-ის ჩათვლით და მოემზადეთ მართლაც ამ საინტერესო გაშლისთვის. აქვე წინასწარ ვიტყვი, ჩემთან პირადი კონსულტაციები ტარდება Facebook-სა და Instagram-ის მესენჯერში, აუდიო კოლით, ეს არის ზარი მესენჯერში დაგირეკავთ და ისე შედგება პირადი კონსულტაცია, რა თქმა უნდა, თქვენი სურვილის შემთხვევაში. პირადი სეანსის დასაჯავშნად კი შეგიძლიათ მომწეროთ წინასწარ მესენჯერში პირადი შეტყობინება. და მოდით ვნახოთ, დავმუხტოთ დასტა ცეცხლის სტიქით, გავააქტიუროთ და ვთხოვოთ მას, რომ გვიპასუხოს, გაგცეს სწორი და რეალური პასუხები. ვინ ფიქრობს თქვენზე? ვინ ფიქრობს თქვენზე და რა განწყობით ფიქრობს? როგორია მისი ფიქრები? ორ არკანს ამოვიღებ, კარტს, თითოეულ ვარიანტში. პირველი ვარიანტი, ვინ ფიქრობს თქვენზე და რა განწყობით ფიქრობს ეს ადამიანი. მეორე ვარიანტი, ვინ ფიქრობს თქვენზე და რა განწყობით ფიქრობს. და მესამე ვარიანტი, ვინ ფიქრობს თქვენზე და რა განწყობით ფიქრობს თქვენს მიმართ. რა განწყობები აქვს, რა დამოკიდებულებები აქვს. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი აირჩიეთ ინტუიციურად. ერთი ვარიანტი, თუ რამდენიმე ადამიანზე გაინტერესებთ, შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე ვარიანტიც, რის შესაძლებლობასაც გვაძლევს ამ გაშლაში ვარიანტების რაოდენობა. ან თუ გიჭირთ ვარიანტის არჩევა, შეგიძლიათ მოისმინოთ სამივე ვარიანტი და შემდგომ უკვე გაჟღერებული პროგნოზების სინთეზი მოახდინოთ თავად თქვენ და მოდით ვნახოთ პირველი ვარიანტი.
მოდით ნახოთ, ძალიან საინტერესოა. პირველი ვარიანტი. ვინ ფიქრობს? ვარიანტებს ცოტა გვერდზე გავწევ, რომ კარგად დავინახოთ. ვინ ფიქრობს? პირველი არკანი იყო ვინ ფიქრობს და მეორე არკანი იყო შეკითხვაზე პასუხი, რას ფიქრობს ეს ადამიანი. პირველ რიგში რაც შემიძლია ვთქვა, თუ ვინ შეიძლება იყოს ეს ადამიანი, რომ ავწეროთ, ეს არის ადამიანი, რომელსაც ცხოვრების ამ ეტაპზე აქვს დაპაუზებული, გაჩერებული მდგომარეობა. ეს გაჩერებული მდგომარეობა შესაძლოა გამოწვეული იყოს, განპირობებული იყოს სხვადასხვა გარემოებებით. ყველა ადამიანის შემთხვევაში ეს იქნება, რა თქმა უნდა, ინდივიდუალური, ვიღაცის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ავადმყოფობა, ვიღაცის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს დროებითი დასვენების მდგომარეობა, გადაღლის შემდგომ, სერიოზული გადაღლის შემდგომ ადამიანი ისვენებდეს, ცდილობდეს ძალების აღდგენას, რაღაცა ვთქვათ, რთული პერიოდი გამოიარა წარსულში, ძალიან ბევრი ენერგია დახარჯა, ძალიან დაიღალა და ახლა აქვს ერთგვარი ტაიმ-აუტი აღებული ცხოვრებაში, ესეც შეიძლება იყოს. ასევე შესაძლებელია ეს იყოს ადამიანის ისეთი მდგომარეობა, უпростоრად ისეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, რომელიც რაღაცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე არის დამდგარი თავის ცხოვრებაში და უჭირს ამ გადაწყვეტილების მიღება და სჭირდება დრო მოფიქრებისთვის, ანალიზისთვის და შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებისთვის. ხოლო რიგი ადამიანების შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ისეთი მდგომარეობა, როდესაც ადამიანი არის იზოლირებული დაწყებული ფსიქოლოგიური, მენტალური იზოლაციიდან დასრულებული ყველაზე მძიმე ვარიანტში, ყველაზე მძიმე შემთხვევაში ეს არის რეალური ციხე, ხო ერთია მენტალური ციხე, როდესაც ადამიანი იმყოფება თვითიზოლაციაში, განერიდება ყველას და ყველაფერს, რაღაცა ისეთი ფაზა აქვს ცხოვრების, განრიდების, სოციუმისგან, ადამიანებისგან არის განრიდებულ მდგომარეობაში და მეორე, როდესაც ეს მისინებით არ ხდება, მაგრამ ცხოვრებიდან გამომდინარე, ესეც მოიტანა, ესეთი მძიმე მდგომარეობაც მოიტანა ცხოვრება მისთვის. გარკვეული წინაპირობებიდან, გარკვეული წარსულში დაშვებული შეცდომებიდან გამომდინარე. ყველა შემთხვევაში, რაც პირველი ვარიანტის წარმომადგენლებს თქვენ ყველას გაერთიანებთ არის ის, რომ ის ადამიანი, ვინც ფიქრობს თქვენზე, არის დაპაუზებულ მდგომარეობაში, გაჩერებულ მდგომარეობაში, ის არ ქმედებებს გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე და ყველა შემთხვევაში ეს გარემოებები არის ინდივიდუალური და რაც ჩამოვთვალე, რა თქმა უნდა, ყველაფერი ერთ ადამიანს ვერ დაემართება, ყველა შემთხვევაში ეს იქნება ინდივიდუალური, მაგრამ საერთო არის გაჩერებული, დაპაუზებული მდგომარეობა. ვიღაცისთვის ეს არის ავადმყოფობა, ვიღაცისთვის ეს არის მენტალური ციხე, ვიღაცისთვის ეს არის ცხოვრების რთული ფაზა, ვიღაცისთვის ჯანმრთელობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რამც ფიქრობს ეს ადამიანი თქვენზე და რა განწყობებითა და დამოკიდებულებებით არის. ეს ადამიანი ფიქრობს, რომ შესაძლებელია თქვენთან ერთად მას აკავშირებს გარკვეული ფესვები, შეიძლება ეს იყოს ოჯახური ფესვები, საერთო საყრდენი საძირკველი ადამიანისთვის და პირველ რიგში ეს არის ოჯახი, ეს არის წინაპრები, ეს არის რაღაცა საერთო ფუძე, საერთო ბავშვობა, რომელსაც ვატარებთ ჩვენ ადამიანები ჩვენს ოჯახურ ტრადიციულ გარემოში, სადაც არის საერთო ფასეულობები, საერთო ტრადიციები, საერთო ხედვები, საერთო ოჯახური ღირებულებები. შესაძლებელია ეს ყველაფერი
ამ ადამიანის გონებაში დარჩა მოგონებად და ის ამას ერთგვარი სიუჟეტების სახით ატრიალებდეს თავის გონებაში, იხსენებდეს თავის იმ კარგ პერიოდს და აქ ნამდვილად ესეთი მყარი ოჯახური ტრადიციული ურთიერთობები ჩანს ამ არკანზე, ეს გახავთ პენტაკლების 10-იანი. შესაბამისად, ის შეიძლება იხსენებდეს მშობლიურ სახლს, მშობლებს, უახლოეს ოჯახურ გარემოცვას და მათ შორის მოგიაზრებდეთ თქვენს როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურანტს და ადამიანს აი ამ თლიან ოჯახურ სურათში. თქვენ მისთვის, მის წარმოსახვაში, მის გონებაში, მის ფიქრებში ხართ ადამიანი, რომელიც მნიშვნელოვან საყრდენს და ფასეულობას წარმოადგენდა თქვენთვის და წარმოადგენს დღესაც. ადამიანი, რომელიც აკავშირებს მას მის ტრადიციულ ფესვებთან, ოჯახთან, მშობლებთან, რაღაცა საერთო საყრდენთან, საერთო ფუძესთან და შესაძლებელია რაღაცა საერთო ოჯახურ ტრადიციულ საქმესთანაც კი, რომელსაც მოაქვს ფინანსები, რომელსაც მოაქვს მატერიალური რესურსები, რომელიც შესაძლებელია გარკვეულწილად დაკავშირებული იყოს მემკვიდრეობით საკითხებთანაც. არ ვიცი, ძალიან საინტერესო ვარიანტია. რაღაცნაირად ლოგიკურად გადაება ეს ორი არკანი ერთმანეთს, პირველი და მეორე არკანი. თქვენ მისთვის ყველა შემთხვევაში ძალიან ძვირფასი დაღირებული ადამიანი ხართ. ადამიანი, რომელიც ასოცირდება მორალურ, ტრადიციულ, ოჯახურ ღირებულებებთან, ყველაფერი იმასთან, რასაც თავისი ფასი და წონა, სერიოზული ფასი და წონა აქვს ცხოვრებაში, თავისი დატვირთვა და ეს დატვირთვა საკმაოდ დიდია მისი გადმოსახედიდან, მისი ფიქრებიდან, თუ ვისაუბრებთ და ვიმსჯელებთ. აი ესეთი გახდათ პირველი ვარიანტი, ჩემო მეგობრებო. დამიწერეთ, თუ მოვიდა ეს ვარიანტი თქვენთან ახლოს, რა მიგენიშნათ, რა მოვიდა თქვენთან ახლოს, რა შეგეხოთ. ძალიან საინტერესო ვარიანტი იყო ნამდვილად. და მოდით ვნახოთ მეორე ვარიანტი. ვინ ფიქრობს თქვენზე? და რას ფიქრობს? პირველ რიგში, რაც შემიძლია ვთქვა, ამოდის საკმაოდ მძიმე არკანი, პირველივე არკანის სახით, ეს არის ადამიანი, რომელიც საკმაოდ მძიმე ტოქსიკურ ენერგიებში იმყოფება ამჟამად. შესაძლებელია ადამიანს ჰქონდეს ფსიქიკური, ფსიქოლოგიური უпростоრად და უფრო მძიმე შემთხვევაში ფსიქიკური პრობლემები, ჰქონდეს ღამის კოშმარები, ძალიან მძიმე ფიქრები, მძიმე სიზმრები, კოშმარები, როგორც თქვი. ღამის უძილობა, ღამის ფიქრები, ძალიან დიდი დარდი, ძალიან დიდი მძიმე საფიქრალი, რომელიც ამ ადამიანს ღამე მოსვენების, დასვენების და განტვირთვის შესაძლებლობას არ აძლევს. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ადამიანი, მეორე ვარიანტში, ვინც ჩაიფიქრეთ. შესაძლებელია ადამიანი ძალიან დიდი ილუზიებში იყოს ჩაფლული და ის ვერ არჩევდეს რეალობას, მისი ცხოვრების რეალურ მსვლელობას, რეალურ სურათებს, ირეალური, ილუზორული წარმოსახვებისაგან. ადამიანი ცხოვრობს თავის გამოგონილ სამყაროში, თავის ფანტაზიებში, რომელიც დიდწილად აცდენილია რეალობას. შესაძლებელია გარკვეულწილად ადამიანი მიჯაჭვული იყოს ტოქსიკურ მავნე ნივთიერებებს, როგორიც არის ალკოჰოლი თუნდაც იყოს ალკოჰოლზე დამოკიდებული. ან, თქვათ,
ნარკოტიკულ ან ფსიქოტროპულ წამლებზე დამოკიდებული ადამიანი, რომელიც უძილობას, ძიმე ფიქრებს და დეპრესიულ განწყობებს ებრძოდეს სწორედ აი ამ ტოქსიკური ნივთიერებებით, რაც რა თქმა უნდა არ არის საუკეთესო გამოსავალი, ეს პირიქით ძალიან მძიმე გზა და მძიმე არჩევანია. და ასეთ მდგომარეობას, რა თქმა უნდა, ადამიანი საბოლოოდ მიჰყავს კიდევ უფრო მძიმე შედეგებამდე, ვიდრე შეიძლება იყოს ის ახლა ამჟამად. ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, თქვენი ყოფილი პარტნიორი, ან თუნდაც ამჟამინდელი პარტნიორი, ან ოჯახის წევრი, ახლობელი მეგობარი, ხო, არ აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა. აქ მთავარი ყველასთვის არის ის, რომ ეს ადამიანი ძალიან მძიმე ენერგიებში იმყოფება. იშვიათ, არა ყველა შემთხვევაში, მაგრამ იშვიათ გამონაკლისს შემთხვევებში შესაძლებელი ადამიანი იმყოფებოდეს ხელოვნური, მაგიური ზეგავლენის ქვეშაც კი იმდენად მძიმე ენერგეტიკა მოდის ახლა ამ არკანებიდან. რას ფიქრობს ეს ადამიანი? ეს ადამიანი ფიქრობს, მე ვერ ვიტყვი, რომ ახლა მას იმის ენერგია და იმის ძალები აქვს, რომ იფიქროს სხვა ადამიანებზე, თუნდაც მისთვის ყველაზე ძვირფასზე. ადამიანი ფიქრობს ის მინიმალური საღიაზრი და ფიქრის უნარი, რაც მასში არის დარჩენილი, ფიქრობს, რომ ის არის ხელფეხ შეკრული, შებოჭილი. შესაძლოა პერიოდულად ფიქრობდეს, რომ აი რა დამემართა, ეს რა დამემართა, ყველაფერი მე რატომ დამატყდა თავს, რატომ მემართება ის, რომ არაფერში ხელი არ მემართება, არაფერში ხელი არ მეწყობა, რომ ესეთი უიღბლო ვარ, გათვალული ვარ, დაწყევლილი ვარ. ადამიანი ცდილობს, რომ თავისი, ასე ვთქვათ, პრობლემები თუ თავისი ეს მდგომარეობა, ამ მდგომარეობის გამომწვევი მიზეზები ეძებოს გარეთ, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი არის მის შიგნით. ყველაფერი მასში ტრიალებს, მთელი ეს ნეგატივი, მთელი ეს შინაგანი შემზღუდველი ენერგეტიკული ბლოკები, რომლებიც ამ ადამიანს რეალობის დანახვის შესაძლებლობას არ აძლევს და უბორკავს ხელფეხს, ბოჭავს შინაგანად და არ აძლევს ქმედების შესაძლებლობას. ადამიანი იმყოფება ძალიან დიდ მენტალურ ილუზიაში, რომელიც არ აძლევს მას რეალური ცხოვრების დანახვის აღქმის შესაძლებლობას. აი ესეთი გახლდათ მეორე ვარიანტი, ჩემო მეგობრებო, დამიწერეთ თქვენი ხედვები, თქვენი შთაბეჭდილებები, რამდენად მოვიდა ეს თქვენთან ახლოს, ეს აღწერა, ეს პროგნოზი, რაც გვიჩვენა კარტმა და მოდით ნახოთ მესამე ვარიანტი. მესამე ვარიანტი. ვინ ფიქრობს თქვენზე და რას ფიქრობს თქვენზე? ადამიანი, ვინც ჩაიფიქრეთ, არის საკმაოდ განათლებული, ინტელექტუალური, მოაზროვნე ადამიანი, რომელიც ამჟამად საკმაოდ სუფთა, მაღალ ვიბრაციებში იმყოფება. უფრო ფიქრობ, აქ რაღაც მეგობრული ენერგიები ამოდის. ან უშუალოდ მეგობარი თქვენი, ან ადამიანი, რომლის მთავარი ღირსება და მთავარი პრიორიტეტი ცხოვრებაში არის სწორედ მეგობრობა, ერთგულება და მეგობრობა. ჩაფიქრებული პიროვნება შესაძლებელია იყოს თქვენგან შორს, გაშორებდეთ ერთმანეთთან მანძილი. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს ადამიანი რაღაცა ნაწყენია თქვენზე, ან ცუდი ასოციაციები მოდის მის გონებაში, თქვენთან მიმართებაში, პირიქით, საკმაოდ მეგობრული, დადებითი განწყობილება ჩანს მისი მხრიდან.
თუ თქვენ შორის არის გარკვეული პაუზა ურთიერთობაში და არ გაქვთ კომუნიკაცია ერთმანეთთან, შესაძლებელია ეს ადამიანი ფიქრობდეს, რომ ეს იყო ლოგიკური, ძალიან სწორი გამოსავალი, თითქოს როგორი წარმოდგენები აქვს, იცით, რომ აი ეს რაც მოხდა, იყო ყველაზე სუფთა გზა, გარიდების გზა, დროებით, იმ პრობლემური თემიდან, იმ სიტუაციიდან, რაშიც ალბათ იმყოფებოდით, წარსულში უფრო ეს, რამაც გამოიწვია. ან მისი წასვლა თქვენგან, ან თქვენ წახვედით მისგან. მაგრამ ეს იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილება იმისთვის, რათა ის სისუფთავე, ის ურთიერთპატივისცემა, თუნდაც შორიდან და თუნდაც აქტიური კომუნიკაციის არარსებობის რეჟიმში შენარჩუნებულიყო თქვენ შორის. აი სისუფთავე, ის რაღაცა, ის რაც იყო ძალიან ძვირფასი, ძალიან წმინდა, ძალიან სუფთა მისთვის, ის მეგობრობა, ის ერთგულება, ის ურთიერთპატივისცემა, ურთიერთგატანა გვერდში დგომა, ეს თითქოს მისი გადმოსახედიდან შენარჩუნდა, იმით რომ მოხდა გარკვეული პაუზის აღება, ან თუნდაც დაშორება თქვენს შორის. შესაძლებელია ეს ადამიანი ფიქრობდეს კვლავ გამოჩენას, კვლავ დაბრუნებას თქვენთან და შესაძლებელია ეს გამოჩენა დაკავშირებული იყოს გზასთან, გარკვეულ მოგზაურობასთან, რადგან როგორც თავიდანვე აღვნიშნე, თქვენ შორის არის გარკვეული მანძილი. მანძილი შეიძლება იყოს პირდაპირ დატვირთვით და პირდაპირ მნიშვნელობით ეს იყოს სივრცითი მანძილი, იმყოფებოდეთ სხვადასხვა ქალაქებში ან თუნდაც სხვადასხვა ქვეყნებში, ასევე შესაძლებელია ეს იყოს მენტალური დაშორება. გონებრივი დაშორება კომუნიკაციის არ ქონა, გასვლა დროებით აქტიური კომუნიკაციიდან, რათა ის რაღაცა ძვირფასი, რაც იყო თქვენ შორის შეუბღალავი, დარჩენილიყო ისევ ისეთი წმინდა და სუფთა, როგორიც იყო თავის დროზე. ანუ თითქოს რაღაცა მისი გადმოსახედიდან და მისი ფიქრებიდან თითქოს აი კონფლიქტი რადგან არ გაღვივდა და მოხდა გარიდება, ის რაც იყო სუფთად დარჩა, შეინახა, თითქოს მას ჩირქი არ მოეწყო. აი ამ მეგობრობას, აი ამ ურთიერთობას გააჩნია ახლა რა ფორმატზეა აქ საუბარი ხომ ურთიერთობის რა სახესა და ფორმატზეა საუბარი. ყველა შემთხვევაში ეს თვითონ ადამიანი არის საკმაოდ მაღალ ვიბრაციული ადამიანი, ნათელი სულის მქონე ადამიანია, არის ძალიან მეგობრული, ძალიან განათლებული, შემეცნებული ადამიანი. ადამიანი, რომელსაც შეუძლია თავისი ენერგეტიკით განკურნოს სხვა ადამიანები, თუნდაც ერთი სიტყვით, თუნდაც რაღაცა ერთი ჟესტით, მოუტანოს მათ სინათლე გულსა და გონებაში, გახდეს მათთვის რაღაცა შუქურასავით, სიბნელეში ანთებული შუქურასავით. ვარსკვლავური ტიპაჟის ადამიანია. აი ასეთი იყო მესამე ვარიანტი, ჩემო მეგობრებო. დამიწერეთ თქვენი შთაბეჭდილებები, თქვენი ხედვები, რა მოვიდა თქვენთან ახლოს, რა მიგენიშნათ. მე ყოველთვის ვკითხულობ ხოლმე კომენტარებს და ვცდილობ ხოლმე, რომ შესაბამისი პასუხებიც დაგიბრუნოთ. დასრულდა ჩვენი საჯარო ტაროს სეანსი, დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.